ჰააგის სამიტი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გარღვევით სრულდება. 2025 წელი ყველაზე ძლიერ სამხედრო გაერთიანებას იმით დაამახსოვრდება, რომ საერთო თავდაცვისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია. იმას, რასაც პირად საუბრებში, საქმიან გადალაპარაკებებში, მედიისთვის ღია თუ დახურულ დისკუსიებში ბოლო წლებია აქტიურად განიხილავდნენ, უკვე 32 ლიდერის თანხმობაც აქვს. ნატოს თითოეული ქვეყანა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს გაიღებს. საგზაო რუკა ნაწილისთვის ჯერჯერობით 2-3%-იან ზღვარამდე მისვლას ითვალისწინებს. საბოლოო დანიშნულების წერტილი კი 2035 წლისთვის უკვე 5% იქნება. ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები ნატოს უფრო ძლიერს ხდის. ძლიერთან ერთად კი სამართლიანს. Together, allies have laid the foundations for a stronger, fairer and more lethal NATO. ერთად ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უფრო ძლიერ, უფრო სამართლიან და ლეტალურ ნატოს. ლიდერები შეთანხმდნენ თავდაცვაში ინვესტიციის გეგმაზე, რომელიც გააძლიერებს კვანტურ ნახტომს კოლექტიურ თავდაცვაში. ჩვენ გავზრდით ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიას, რომელიც არა მხოლოდ გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ რა საფრთხის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, იქნება ეს რუსეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმა, საბოტაჟი თუ სტრატეგიული შეჯიბრი. ეს ალიანსი არის და დარჩება მზად დაიცვას ალიანსის თითოეული გოჯი და მისი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება. ამას ექნება დიდი გავლენა ჩვენს უნარზე გავაკეთოთ ის, რისთვისაც ნატო შეიქმნა, შეკავებისა და თავდაცვისთვის. ამ მხრივ საკვანძო გადაწყვეტილება კი ჰააგის თავდაცვის ინვესტიციის გეგმაზე შეთანხმება, რომელიც თავდაცვაზე მუშუყუს 5%-ით ზრდას გულისხმობს. ეს ხელშესახები გადაწყვეტილებაა ხელშესახების საფრთხეების წინაშე. ამით აგრესიას ეფექტურად შევაჩერებთ და დავიცავთ თავს, რათა არავინ გაბედოს ჩვენზე თავდაცმა. საფრთხეების საპასუხო ჩვენ გავერთიანდით ახალ თავდაცვით ძალისხმევაზე. თითოეული მოკავშირე ერთიანია იმ აზრში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ნატოს გვერდით, თუმცა კანადისგან და ევროლიგისგან მეცელის და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ვათანაბრებთ ხარჯებს და ვიღებთ მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე. არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენი შესაძლებლობები. უკრაინელი ხალხისა და მისი პრეზიდენტის მიმართ ალიანსის გზავნილია, რომ მათ აქვთ ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ უკრაინა დაარჩეს ამ ბრძოლაში და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას. განვაგრძობთ მის გვერდში დგომას უკრაინის შეუქცევად გზაზე ნატოს წევრობისკენ. ჰააგის სამიტის საბოლოო დეკლარაცია წინა წლებისგან განსხვავებით ათეულობით პუნქტით შემცირდა. წელს სათქმელი მოკავშირეება სულ რაღაც 5 პუნქტად გაწერეს. ტექსტის მიხედვით ალიანსი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ. ერთზე თავდასხმა კვლავ ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და ამ პუნქტის ინტერპრეტაციაზე საუბარი მოკავშირეებმა მიუღებლად მიიჩნიეს. დეკლარაციის თანახმად, მიღწეული 5%-იანი ზღვარი შემდეგნაირად ჩაიშლება. მისი 3.5% ძირითად თავდაცვით საჭიროებებს მოხმარდება. 1.5% კი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, სამოქალაქო მზაობის შექმნასა და მედეკობას. დოკუმენტში უცვლელია გრძელვადიანი საფრთხე. ის კვლავ რუსეთია, თუმცა ტექსტში არაა საუბარი მოსკოვის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მასში ხაზგასმულია ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების მიმართ ერთგულება და ალიანსის ძალისხმევა, დაუჭიროს მხარი უკრაინას საერთო ბრძოლაში. ნატოს საბოლოო კომუნიკე აჩვენებს კოლექტიურ ძალისხმევასა და კარგ შედეგს, რომელიც სავაჭრო სივრცეშიც მშვიდობას მოგვიტანს. ჩვენ ვეღარ ვიტყვით, რომ გვსურს დავხარჯოთ მეტი ან უნდა დავხარჯოთ მეტი და ამის შემდეგ ერთმანეთთან სავაჭრო ომები ვაწარმოოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ვაჯერებთ წესებს, რომელსაც ალიანსი უნდა მიჰყვეს. 2035 წლისთვის 5%-იან ზღვარამდე მისვლა ნატოს უფრო ძლიერს, სამართლიანს და ლეტალურს გახდის. მე განვაცხადე, რომ ვაწარმოებთ სულ მცირე 12 F-35A ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბირთვული შეიარაღების გადატანაც შეიძლება. ამით ჩვენ ვპასუხობთ მზარდ ბირთვულ საფრთხეს. ჩვენი ერთგულება ნატოს მიმართ ურყევია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კი გზავნილია აგრესორისთვის. დებატები არ არის პროცენტებზე, არამედ შესაძლებლობებზე. ეს ერთდროულად ეხება ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებს. ინვესტიციის ამგვარი დონე თავდაცვაში ნამდვილად საჭიროა. ესპანეთი სერიოზული ქვეყანაა და ჩვენი მოსაზრებით სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით, მეტად უკავშირდება საერთო შესყიდვებს, თანაწარმოებას და სხვა ფუნდამენტურ ასპექტებს და ნაკლებად მთლიან შიდა პროდუქტს. გვჭირდება კოორდინაცია, ეფექტურობა, ერთობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს.
ესპანეთი თავდაცვითი ხარჯების ზრდას უხალისოდ შეხვდა, რადგან სამიტის დაწყებამდე მას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა. მადრიდისთვის 5% დიდი ტვირთია, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეულია კონსენსუსის შედგა. ამას საკუთარ დამსახურებად მიჩნევს დონალდ ტრამპი. მედიამ სამიტს ხუმრობით ტრამპის სამიტიც კი უწოდა, რადგან ცენტრალური ფიგურა ჰააგაში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო. ცენტრალური საკითხი კი ირანის ბირთვული შეერაღების განადგურება, რომლითაც მან არაერთხელ მოიწონა თავი. საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამიტის შედეგებით კმაყოფილია. Tremendous things have been accomplished, as you probably noticed. მოგეხსენებათ, წლებია თავდაცვაზე მუშიპუს 2%-ის გაღებას ვითხოვდი, ახლა მთელ 5%-ს მივაღწიეთ. მე ეს პროცესი დავიწყე და არჩევნების შემდეგ თითქმის ყველამ გააძლიერა გეგმა. მიიღწიათ 2, 3 ან 5%-ისთვის. და ეს ყველაფერი მალე მოხდება. თითქმის დაუყოვნებლივ. ეს ყველა მიცით. ეს კი საეტაპო მომენტია ნატოსთვის. ეს არავის წარმოედგინა, მითხრეს რომ ეს ჩემი დამსახურებაა. არ ვიცი. როდესაც ალიანსი მიაღწევს ამ ზღვარს, ეს ტრილიონობით დოლარს მოგმატებს. შესაბამისად, ეს მონუმენტური გამარჯვება იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის და მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ევროპა აიღებს მეტ პასუხისმგებლობას ისეთ შესაძლო კატასტროფების წინაშე, როგორიც უკრაინასა და რუსეთს შორის ვიხილეთ. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მე ვიცი რომ მას ყველაფრის დასრულება სურს. სურს, თუმცა არა კაპიტულაციის გზით. უკრაინა ბოლომდე ბრძოლისთვის მზადაა და ამაში მას დღეს ევროპელებმაც გამოუთქვეს პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა. კიევს პარტნიორების იმედი აქვს. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული პოლიტიკის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები შეხვდნენ. ეს კი მისთვის გზავნილია. ჩვენი სამიტში მონაწილეობა აჩვენებს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამისათვის კი მადლობას გიხდით. პარტნიორებმა მართლაც ბევრი გააკეთეს უკრაინისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელი სამიტი დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში მისი ფორმალური ნაწილი. შემდეგი შეკრების ადგილი კი უკვე ცნობილია. 2026 წლის ზაფხულში მოკავშირეებს უკვე თურქეთი უმასპინძლებს.